მეთევზეებმა ზღვასა და პალიასტომის ტბაზე თევზაობის დაშვების მოთხოვნით დღეს გურიის ქუჩა გადაკეტეს. მაისსა და ივნისში ქვირითობის გამო ზღვასა და შიდა წყლებში ბადი თევზაობა კანონით იკრძალება. აქციის მონაწილეების თქმით, თევზჭერა მათთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა და აკრძალვის ვადის შემცირებას ითხოვენ. არგუმენტად კი იხტიოლოგების მიერ დადებული დასკვნა მოჰყავთ, რომლის თანახმადაც ბადით თევზაობა ვადაზე ადრე დაიშვება. ხალხი დასაქმებულია თვითონ ის საქმებს თავის თავს და არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ გავიდეს გასვლა და რაცხა 2 კაპიკი გააკეთოს. აქ ახლა ვისაც უყურებთ რა, ზოგს ბადე აქვს ნაყიდი, ზოგს ნავი აქვს ნაყიდი, ყველას აქვს ბანკის სესხი. ქვირითობა არის მაისის თვე, ეს სოფლიოში ქვირითობა. ერთი კაცი არ გასულა წყალში. გინდა გედეი მოვიდეს, გინდა ეროვნული პარკი მოვიდეს და თქვას თუ კი იყო ვინმე წყალში გასული. მაგრამ უკვე არ არის ეს არის ხელოვნურად შექმნილი, რომ არ უშვებენ ხალხს და აბრკოლებენ. კანონი ადამიანზე ხო უნდა იყოს მორგებული კანონი. თუ კანონზე უნდა იყოს ადამიანი მორგებული. მეთევზეს არაფერი არ უნდა გარდა იმისა, რომ წყლიდან თევზი ამოიტანოს. ეს როგორ, რაფერ, რანაირად, ეს უფრო აზროვნულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს. და რომელ ტოპობაზეა საუბარი? თევზი უფრო ღირებულია თუ მშვიერი ადამიანები? აქციის მონაწილეებს დღეს ფოთის საკრებულოს წევრები შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და ის მიმდინარე კვირას მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება. ამის შემდეგ მეთევზეებს თევზჭერის ნებართვა მიეცემათ. სადღაც ხუთშაბათს ვიყავით ბათუმში. გარემოს დაცვის წარმომადგენელი თანამშრომელი უნდა ჩამოგვეყვანა პალიასტომის ტბაზე და სინჯები უნდა აეღოთ. ესე იგი, ეს ხდებოდა თევზის სინჯითი ჭერვა. დაიჭერდნენ თევზს და შემდეგ წაიღეს ეს ლაბორატორიაში და შეამოწმეს თუ რამდენად შესაძლებელია ამ ივნისის თვის განმავლობაში მიეცეთ მეთევზეებს უფლება თევზის ჭერის. და დადგინდა დასკვნები არის დადებითი დადებული. აქცია დღეს სამართალ დამცავებმა დაშალეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.